მე თვითონ ვიყავი ჯირკველიშვილთან შესული, აი ეგრე მითხრა. მე არ მევალება იქიდან გარევაჭრობა ამ კრძალო, მაგას ყავს მესაკუთრე, ის მესაკუთრე ვალდებულია. პოლიციის თანამშრომლები და ძალიან როგორ მე მაგითო ჩემი საქმე არ არისო? კი, აი ზუსტად ვიყავით ორი ქალი და შესული. მაგითო საქმე არ არის, მაშინ ჩვენც ჩავახლებთ იმად და კანონს დაარღვევთ. თუ ჩვენ კანონს ვარღვევთ, იქ ვიცით. არა, მაშინ თუ ისინი კანონს არ ღვევენ, მაშინ სამართალდამცავი გამეება არ მიხედავთ მაშინ. მესაკუთრეს ევალებაო, ეგ სამართალდამცავი ორგანო გამოიწვია. ძალით დაატოვინა მის ტერიტორიაო. და ჩვენ ვარღვევთ კანონს, ისინი არ აკრძალულია გარევაჭრობა და რაღაც ჩვენთვის იყო აკრძალული, როცა ჩვენ შიგნით ბაზარში ვიდექით და ისინი პირდაპირ იუსტიციის უკან დგანან, იუსტიციის შენობის უკან. ხელა ნაგა იმდენი ტერიტორია დაკავებულია გარევაჭრობა. თავიდან მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდა, მაშინ იყო ნათქვამი რომ ბაზარი არ ამოყოფილიყო. იქიდან უნდა წამოსულ ავტოსადგური წყურდა გადაეტანა ძევით. ახლა აქ შემოვიდოდა ხალხი თუ ზევით წავიდეს იქ აღარ უნდა ყოფილიყო ბაზარი. პირდაპირ გეუბნებით, მერიამ უნდა დაალაგოს ეს პრობლემა, მაგრამ თუ რამე კანონთან არის უკვე შეუსაბამობაში, აქ უკვე მერიამ უნდა ჩააყენოს შესაბამისი სამსახურების საქმისკუში, სამართალდამცავი ორგანოები და თუ ის ხალხი თუ თქვენ გეუბნებიან რომ კანონს არ ღვევთ იქ ჩასულით, მაშინ ის ხალხი ხო კანონს არ ღვევენ. მაშინ შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გააკეთონ და ის ხალხის გადმოეყანონ იქიდან. პირადად რა მითხრა იცი? თუ მეორე მხარეც არსებობდა ბაზრისა არ ვიცოდი. ეს კანონი აკეთებდა. მე პირადად ბოდიშს მოგიხდი არცისთვის გამეორებინოს. მაგრამ იცი რა მითხრა ჯირკველიშვილი? ეს კანონი ფეხებით მელაპარაკებოდნენ და თქვენ თუ მეორე მხარეც არსებობდა არ ვიცოდი. თუ ესე შეგნებულად მოხვიდოდით ჩემ ანუ ვის ფეხებით მელაპარაკა ისინი დაბრუნდნენო? თქვენ მეორე მხარეც არსებობდა. ესე რომ წიხვით უნდა ცემა ეგრე გამოდის რა. გავიმეორებ ჯირკველიშვილის წინაშე. მე თვითონ პირადად ვწვდი, აი ესე გამიმეორა. ისინი თუ მეორე მხარეც არსებობდა. მე მეტო მიძახიან. თავებე სულა ძმაო. სიგალებს ვერ იპოვით გზაზე. პატარა ნაძალადევი შეარქვეს. იმ ტერიტორიაზე. ნუ თუ მართლა ნაძალადევია და თქვენ ძალაუფლება არ აღხობთ რომ დაშავოთ ეს. მე ხალბატონო წეღარ მე გეტყვით ხალბატონო გეტყვით ახლა წეღარ თქვენ არ მისმენთ ეთქობა გეტყვით ახლა და მინდა რომ კარგია რომ შეკითხვა დამეშვა მე იცით ხალბატონო მე არა ვარ არც მაჟორიტარი არც მერი და არაფერი მე ვარ სიით გასული დეპუტატი ხალბატონო თავიდან ვიყავით კოალიციაში ერთობლივად სოყოლანი ხონდა შეხვედრები გუბერნატორთანაც მაშინ ველოდებოდით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მერის არჩევნები რო ჩატარდა უკვე ჩემი კომპეტენცია უკვე აღარ იყო იმაში რა ქვია როგორ არ არის ეხლა იმით მაშინ მე ვიყავი როგორ არის ეხლა არის უკვე სხვა მდგომარეობაში ვარ მეთქი ეხლა არის როგორ არ არის კაცო ეხლა მაშინ დრო მოგწეს ჩვენ მე მაშინ მითხრას აბა რატო არ მოსული ეხლა ხალბატონო აბა მიცნობ ხალბატონო რაზის ჯიბებზე ფიქრობ აი ზუსტად მიცნობ მთელი მთავრობა აბა თქვენ მთავრობაზე ვლაპარაკობთ მთავრობაზე მე ხალბატონო დგასა ვარ მე ოპოზიციაში ხალბატონო მე ვარ ოპოზიციაში ჩვენ რა გაგვიწევთ ეხლა სიამონებით დაგიხსნით ყველაფერს გაინტერესე ოპოზიციაში ვარ ეს ხალბატონო რა ის მთავრობაზე რა ის ხალხს მოლაპარაკებაზე მოლაპარაკო ჩვენ უკვე ყველაფერი დავინახეთ რა დაინახეთ რა არა ეგენი ნახეთ არაფრის გამკეთებლები არ არის სასქედო არასწორად მისამართი გეშლება ჩემს ვიმათ ეხლა რასაც საუბრობთ გამიგეთ ხალბატონო რამდენი ხანია და მე გეუბნებით ეხლა მე გეუბნები არის ხალბატონო და ის როგორ არის ის ახლა აბაშა გოლია ის მთელი საქართველო გამიდა დაანაფრა ივანიშვილი მოვიდა უარესი გააკეთა თქვენს მოხვალ და იგივეს გაიმეორებთ არავის ხალხისთვის არაფერი არ გაუკეთებია და ხალბატონო ეთამეს მოდი მელაპარაკეთ კეთწამი მოდაი მე ჩემ აზრს გეტყვით ერთ რამეს გეტყვით ერთ რამეს ჩემი აზრი არ გაინტერესებს როგორ მე ყველა საზრი მაიმტოვარ მე გეტყვით ეს მე მარტო ჩემ აზრს ვიძახი ოქრუაშვილი იმ ხალხს ეუბნეოდა რომ თქვენ დამიჭერეთ მე ხარ ოქრუაშვილმა გაკიდა ის ბაზარი ხო და ოქრუაშვილს დადოთ ის ბაზარი შეგინარჩუნებ იმ ბაზარს ზუსტად გონი ხალხი ოქრუაშვილს უჭერდა ხალხს იმიტომაც შერჩათ ეგ ბაზარი მე ჩემ აზრს გეუბნები ამას იმიტომ რომ როგორც პირობა მისცა შეუსრულა პირობა მაგრამ ხალბატონო სვარამეს გეკითხებით ხო რომ საუბრობთ ხო შეიძლება მეც მომისმენთ ეხლა დეჭემის ტონები წანდებით როდისმე თამაშიუშვილთა შეხება ქონია ვისმე შეხვედრას დომებია ვინმე მობილურზად ამერიკა არ უპასუხე თავი დაბრუნდა 24 საათი დავდივარ თქვენარი ხართ რომ შეხვდეთ და რაღაცა დაგეხმაროდა ეს მოდიხარ და არც ცადავარ და როგორ ავარ და მე საუბრობ პირდაპირ გეუბნებით მე ხელი არ მემიწვდება დღეს უშუალოდ დაიგე მე გეუბნებით ეხლა ხალბატონო თქვენ ეხლა მე საუბრობთ რას გეტყვით თქვენ პრეტენზია გაქვთ ეხლა YouTube-ში დაუშვათ კოალიციასთან გორში მთავრობასა და მე მეუბნებით და მე გეუბნებით ოპოზიციაში ვარ მეთქი და არ მისმენთ ეხლა
ის 2 წელს მერე როცა მოვალ ქალბატონო რო გამიმეორებ ქალბატონო მე მითხარი ხალხო მე მითხარი წინასწარ მეუბნები ეხა გააჩ ეს მეწარ მეგერწუ ყოველი იმათო დააკიცო სამასილარები დააკიცო მუხტა ბიჭო რა გინდათ იმის დაკისრება ამოვიდნენ ყველანი აქ ამოვიდნენ და ვერ გაიგეთ ასვამ თავიდან მე ვიყავ ჩართო ყველა დეტალებზე იქ ბაზარი აღარ უნდა ყოფილიყო იმიტომ რომ და მე მაშინ მითხეს მე გუბერნატორს წდებოდი და ყველა ხდებოდა მაშინ მითხესო ცოტა ხანი იქ რაღაცნაირად გაწყნადი მოსახანო ავტოსადგურიც უნდა გადაეტანა ძები ეხლა თუ ავტოსადგური აღარ იქნებოდა და არ შეიძლება რა თქმა უნდა ეს ბაზარიც იმუშავებდა ისიც იმუშავებდა მაგრამ ფაქტია რომ ის ბაზარი არ უნდა იყოს თუ თქვენ გეუბნებია რომ ჩემგან მიგაგი გავახსოვ თუ თქვენ გეუბნებია რომ კანონს არ ღვევდა იქ ვერ შეხვალ მაშინ ის ხალხის კანონს არ ღვევდა მესმის რომ კანონის წინაშე უკვე მერიც უზრუნულია მაგრამ მაშინ შესაბამის სამსახურებს უნდა ჩაერინო და მომიო გააწყვეტა ამოიძახა დეპუტატები საპატრულო პოლიცია გააჯარიმოს ისე 800 ლარი მე აღარ გიგებ ჩვენ მოვიდა საპატრულო მოხდა გაფრთხილების 3 დღე და ამგვარგეს ხო ისინი გააჯარიმოს ჩვენ როის ეს ობუჩეთ შედა ხალხსახმარი ჩვენ ვიგით ხალხს ობუჩეთ შედა ხალხსახმარი და ისინი მოსასახმარი არაფერი ბიჭო არაფერი ისინი არავე პირიქით მაგარი შეჭიდა გაშილები ჩვენ ეს არ მოვიდა როცა დაჩერები რაც შეიძლება ოპოზიციის მხრიდან ეს ოპოზიციაში ვარ უკვე რაც შეიძლება რომ ყველანაირად გორჩი დაგიდგეთ მოთხოვთ ეხლა რა შეგვიძლია ბერკეტი არ მაქვს მე იმისი რომ ის ხალხიდან ავაკრეინო მაგრამ იმის ბერკეტიმა ყველა ეს დაგიდგეთ წინ და ბოლომდე მივიდეთ 60-ს მივახციოთ ავალე საპატრულოს უკანონო წოთები თუ კანონის აუწერეთ 800 ლარიანი საპატრულო თავის და ამო ესე იგი თუ უსურვაზე განაწყენებული იყო და სამი ყველა მემეჩო თქვენი მოყოლილია ჩვენი მოყვალი კი არის მართლა ჩვენი მოყვალი თქვენი მოყვანილია დღესა ექსა თქვა მე რომ ჩემი და ალასანიას გული ოპოზიციაში ვარ და სამწუხაროდ ძალიან საქმე იმან გააკეთა და აღებინარიან და რეებს ვიყო ხო რა უნდა დაუკარგოთ რაზეა საუბარი ვის გააკეთა დიდი საქმე ყველამ კარგად უზრდა და არც უკარგავთ იმ კაცს ამ დისწულის ეკაც დაუნახავებ უნდა ვიყოთ მაგრამ რაღაცა წული ჩვეცუო კამქალაკი შეტანილი ჩემი ხალხი ხანსა და სედო ჩემს ხანსა და სედო და ეხლა ეს მე დავდივარ ესა და ეგ აიკა ბაზრის კუთხეში ზუსტად თქვენი ხალხი იყო რომ დაიწყეს გაზეთებს არ იგებდნენ საქმეებსა და ხალხს მე მეოსარი და გამოსული გავიქე დიმიტრიანი მოიწონა რავი ჭირითა მოდებული აქვს ცაცალ უყურება მაჭარები და ყველა კუთხეში ქალაქში ყველა კუთხეში ვარ მაჭარი ხო უნდა დავიცვა და ჩავიდეთ ჩვენ სამერე აკა გამოვიტანე ხალხსივარი უნდა ჩავიტანო ცენტრში ერთი მითხეთ გარევაჭრობაო მე მაგას წერდა გარევაჭრობა აიძალა ყველა დაიძალა 2000 კაცი იმის და დავატარე უკვე ჭავჭავოთ ესე ვფიქრობ დავდგა მაქსიმალი რომ რაღაცა ვალი გადავიხადო კაცო პროცენტიანი ვალები გვაქვს დოლარებში გამოტანილი